ბატონ გიორგი, დაადასტურა დღევანდელმა საკომიტეტო მოსმენამ ის, რომ ხვალ რიგგარეშე ხმა უნდა ჩატარდეს. რაც ეხება საკითხს, რატო ვაკეთებთ ამას ესე ჩქარა და ვაკეთებთ ესე ჩქარა თქვენ ესე დაჩქარებული ფორმით და რატო არის ეს აუცილებელი? ეს საკითხი დადგა დღევანდელ სტუმრაზეც. რა აუცილებელი არის თქვა რიგგარეშე ხმის მოწევა, როცა შეიძლება თქვა შემდეგ სამშაბათს ჩვეულებრივად ჩატარებული იყო ეს. ან თუნდაც ბოლოს დავლოდებოდით იმ ამდენი ხანი დაველოდეთ, ამდენი ხანი როგორც იქნა მოვახერხეთ, გავჭიმეთ ვენეციის კომისიის ჩამოსვლას დაველოდეთ. Aga problema თქვა ორი კვირის დალოდება რომ ვენეციის კომისიამ დასკვნა გააკეთოს 15-ში ვენეციის კომისია შეიკრიბება 16-ში დასკვნას დადებს და ალბათ მეორე დღეს ჩამოგვივა თუ იმავე საღამოს არა ეს დასკვნა. შემდეგ ამის გათვალისწინებით გაცილებით მეტი რეალობის განსაზღვრა შეიძლება და გაცილებით შინაარსობრივად იგივე თუნდაც პოლიტიკური შეთანხმებების მიღწევა შეიძლება გაცილებით უფრო ასე ვთქვათ საფუძვლიანად, მაგრამ უცებ აღმოჩნდა რომ სასწრაფო წესით უნდა მოხდეს ეს და ხელისუფლების არგუმენტი არის ის მხოლოდ რომ ამდენი ხანი გავჭიმეთ, ამდენი ხანი გადავდეთ, ამდენი ხანი აი კომისიას დაველოდეთ. თითქოს ახლა ეს კომისია არადამაჯერებელია თქვენთვის ეს არგუმენტი. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ახლა თავისუფლად შეიძლებოდა ეს დავლოდებოდით ამ შემთხვევაში ჩვენ კომისიის დასკვნას და შემდეგ დაგვეწყოს პროცედურა. არავინ არ მოგზდებს, არსად არ გვეჩქარება. და ბარატო ვაკეთებთ ამას. ხო და ამაზე კონკრეტული პასუხი ვერავინ ვერ მიიღო. ვერც თქვენ ვერ გაიგეთ, უნივერსიტეტს არ აქვს. პასუხი არის ერთადერთი ამ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან, რომ ამდენი გაჭიმვა აღარ გვინდა, ძალიან ბევრჯერ გადავწყვეტ, კომისიას დაველოდეთ, ხო, კომისია ჩამოვიდა, დაველოდეთ და ამდენიც და აღარ გვინდა, ნუ არ არის ეს ახლა ამ შემთხვევაში დიდი არგუმენტირებული ლოგიკური საფუძველი იმისა, რომ გინდა თუ არა საგანგებოდ რიგგარეშე ხდომა დანიშნო. ხა იმისათვის, რომ სასწრაფოდ გამიხილოთ ეს პირველი მოსმენი. თუმცა პირველი მოსმენით განხილვას ამას არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში, იმ თვალსაზრისით, რომ მხოლოდ განვიხილავთ იმას, რომ ეს კონსტიტუცია, რომელიც დღეს არის უნდა შევცვალოთ ახალი კონსტიტუცია. გადაწყვეტილი მნიშვნელობა იქნება სწორედ მეორედ მოსმენას, როცა ძალიან კონკრეტული საკითხზე უკვე შეთანხმების შედეგად უნდა მოხდეს და აისახოს ამ კონსტიტუციაში. და როდი შეიძლება იყოს მეორე მოსმენა? აი მეორე მოსმენა ძალიან დიდი იმედი გვაქვს. ძალიან დიდი იმედი, რომ სწორედ მეორე მოსმენა მაინც მოხდება. მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიის დასკვნა ჩვენს ქვეყანაში ჩამოვა და ბიუროს ხდომა მომავალ შაბათს დაიგეგმება. ნუ ყოველ შემთხვევაში ბიუროს ხდომა შეიძლება დაიგეგმოს, ბიუროს ხდომაზე შეიძლება გადაწყვეტს, რომ მომავალ სასესიო კვირაზე მოხდეს ეს. ხო და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ეს მოხდება კომისიის დასკვნის გამოცხადების შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ამის რესურსი ჯერ კიდევ არის და ამაზე მოლაპარაკებები მიდის და ამაზე ვსაუბრობთ და ამას ვითხოვთ. მაგრამ ნუ გასაგები მიზეზების გამო ახლა მარტო ჩვენზე არ არის ეს დამოკიდებული, ხო? 120-იანი უმრავლესობა ყავს პარლამენტს და მას შეუძლია ამ შემთხვევაში ხელი გადაგიგრიხოს, მაგრამ ნუ იმედია რომ ეს იქნება ისევ კონსენსუსის საკითხი და კომისიის დასკვნის დაველოდებით და მეორე მოსმენას მას შემდეგ ჩავატარებთ. რადგან მეორე მოსმენა იქნება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, გაცილებით თუნდაც იქიდან გამომდინარე რომ ძალიან ბევრი კონკრეტული საკითხი რომელიც არის შეთანხმების საგანი, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ, თუნდაც ამ შემთხვევაში, რომელსაც სხვა პოლიტიკური ძალები კონსულტაციებს გადიოდნენ და საუბრობდნენ თავის მოთხოვნებზე, სწორედ ამ ყველაფრის ასახვის რეალობა უნდა დადგეს უკვე მეორე მოსმენის შემთხვევაში. გასაგებია. მოდით მაშინ ქალბატონ ჩიორას პირდაპირ ვკითხოთ. მოდით ესე მარტივად დავსვათ საკითხი. საპარლამენტო უმრავლესობა მიზანშეწონილად მიიჩნევს თუ არა, რომ 15 ოქტომბრამდე, პირდაპირ ესე თარიღი დავთქვათ, 15 ოქტომბრამდე, როცა გამოქვეყნდება საბოლოო დასკვნა ვენეციის კომისიის. არ მოხდეს მეორე მოსმენით ამ საკითხის განხილვა და მიღება, დამტკიცება. ნუ ბიუროს ხდომა კი ბატონო შეიკრიბება, მაგრამ ხო შეიძლება ამ ბიუროს ხდომაზე კონდეს უმრავლესობის წარმოადგენელს ქალბატონ ჩიორა თაქთაქიშვილის თავისი მოსაზრება, რომ აქამდე არ უნდა მოხდეს, ამის შემდეგ უნდა მოხდეს. პირველ რიგში ალბათ მნიშვნელოვანი არის ჩვენ საზოგადოებას ვამცნოთ, რომ ვენეციის კომისიას უკვე აქვს შემოსშავებული დოკუმენტი, რომელიც გახლავთ წინასწარი დასკვნა. ეს დოკუმენტი არის როგორც ინგლისურ ენაზე, ასევე იგი ნათარგმნი გახლავთ ქართულ ენაზე, არ არის ძალიან ვრცელი დოკუმენტი, სულ 10-ოდე გვერდისაგან შედგება. ის განთავსებული არის როგორც პარლამენტის საიტზე შესაბამის ნაწილში, რომელიც ეთქმება კონსტიტუციურ რეფორმას. მე მინდა ამ საკითხებს მოგახსენოთ, იმიტომ რომ ეს გახლავთ სპეციალური პროექტი, რომელიც UNDP-სთან, გაეროს განვითარების ფონდთან თანამშრომლობით პარლამენტმა უზრუნველყო იმისთვის, რომ ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს აბსოლუტურად ყველა დასკვნას, ყველა რეკომენდაციას და ყველა საექსპერტო მოსაზრებას კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით, ანუ დასკვნის წინასწარი დასკვნა ვენეციის კომისიისა განთავსებული არის არა მხოლოდ ამ საიტზე, არამედ თავად ვენეციის კომისიის საიტზე, ქართულ ენაზე. ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა და მე ვიცი, რომ ბატონი გიორგის გაცნობილი არის ამ დასკვნას, ასე რომ ჩვენ რაიმე განსაკუთრებულ სიახლეს ვენეციის კომისიისაგან და თვისოფლივად ახალ შინაარს არ ველით, რამდენადაც მათ ჰქონდათ მოგახსენებთ ერთი წუთით, მათ ჰქონდათ გადაგზავნილი ის ტექსტი, რომელიც დღეს ჩვენ პარლამენტში პირველი მოსმენით განვიხილეთ.
კონსტიტუციური ცვლილებებისა. მიუხედავად ამისა, მე ბატონ გიორგის ნამდვილად არ დავეთანხმები ნამდვილად ხელების გადაგრეხის პოლიტიკაზე, ნამდვილად ძდარი იქნებოდა საუბარი იქიდან გამომდინარე, რომ მთელი პროცესი თქვენც იყავით ამ პროცესის მონაწილე და ბრძანდებით დღესაც ამ პროცესის მონაწილე, თქვენ თვითონაც დაინახავდით, რომ ეს იყო კომპრომისების ძიების პროცესი. მე პირადად, ჩემი პირადი მოსაზრება, ისევე როგორც პარლამენტში დარწმუნებული ვარ, ბევრი წევრის მოსაზრება, ძალიან ხალხსახად ჩემი პოზიცია არ მაქვს გამოკვეთილი, შერჩეული, შერეული მართვის მოდელის სასარგებლოდ. მე პირადად არ მიმაჩნია, რომ ეს მოდელი არის საუკეთესო, რომელიც შეიძლება დღეს საქართველოს განვითარებისთვის იყოს საჭირო. მე პირადად მიმაჩნია, რომ მოგახსენებთ, მე პირადად მიმაჩნია, რომ საპრეზიდენტო მოდელი, რომელიც არსებობდა საქართველოში, იყო სწორედ ის მოდელი, რომელმაც უზრუნველყო 2004 წლიდან იმუქრებამოსილებით, რაც აქ პრეზიდენტს ქაბატონში. აი მოგახსენებთ 2004 წლიდან მოყოლებული დღემდე იმ პროგრესის მიღწევა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას დაეტყო ძალიან თვალნათლივ, თითოეული ადამიანის ბედს დაეტყო თვალნათლივ და ამის შედეგები და საზოგადოების ნდობა, აი სწორედ ასეთი განვითარების კურსის მიმართ გასულ თვითმმართველობის არჩევნებზე დაფიქსირდა, მაგრამ ეს არ არის მთავარი. რას ვფიქრობ? მე რას ვფიქრობს? თუნდაც უმრავლესობის წევრთა უმრავლესობა მთავარი ამ პროცესში იყო სწორედ მაქსიმალური ჩართულობა. მაქსიმალური განცდა იმისა, რომ ქვეყანას აქვს ისეთი კონსტიტუცია, რომელსაც იზიარებს არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ ოპოზიციის წარმომადგენლები. ჩემს კითხვას ქაბატონში არა. ანუ თქვენ პირადად მიგაჩნიათ თუ არა მიზანშეწონილად, რომ მეორე მოსვლენი დამტკიცდეს ეს ცვლილებები, ვიდრე არ გამოგვიყვება ვენეციის კომისიის. თუ დამაცდის ზუსტად ამის თქმას ვაპირებდი მე პირადად არავითარი პრობლემა არ მგონია ის რომ 15 ოქტომბრამდე კონსტიტუციის პროექტის მიღება იყოს გარკვეული რაღაც ის გადაუდებელი აუცილებლობა მე პირადად არ მგონია მე პირადად მგონია რომ ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემას ის რომ კონსტიტუციის მიღება სამივე მოსმენით განხორციელდეს სწორედ რა მათ შემდეგ რაც ვენეციის კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩვენ ვენეციის კომისიისგან რაიმე განსაკუთრებულ სიახლეს არ უნდა ველოდეთ რამდენადაც მათი რეკომენდაციები უკვე არის დაფიქსირებული დოკუმენტში, რომელიც არის გამოქვეყნებული და ხელმისაწვდომი და რომლიდანაც მთელი რიგი საკითხებისა უკვე არის დღევანდელი კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე იქნება ასახული კონსტიტუციის ტექსტში, რომელიც სწორედ მეორე მოსმენისთვის მომზადდება. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებდი ამ საკითხს, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანი არის მეორე მოსმენისთვის გქონდეს ამოსავალი წერტილი, პირველი მოსმენის საკითხები მოგვარებული და ანუ მსჯელობა და დრო აღარ დავკარგოთ ჩვენ აი ამ თემებზე და ჩავუჯდეთ უკვე კონკრეტულ პუნქტებს. კი ბატონო, მე ვერ გავიზიარებდი თუნდაც იმასთან დაკავშირებით, რომ ვენეციის კომისია არაფერს ახალს არ დადებს. კი, მოდით ამაზე ვისაუბროთ ბატონ გიორგი რეკლამის შემდეგ მე მაინტერესებს ასევე თქვენი მოსაზრება, იზიარებთ თუ არა იმ მოსაზრებას, რომ საპრეზიდენტო მოდელი, რომელიც ჩვენ გვქონდა 2004 წლის შემდეგ, იყო გარანტი იმისა, რომ თითოეული ადამიანის ბედზე დადებითად მოქმედა. ამაზე ვისაუბრებთ უკვე რეკლამის შემდეგ, გადაცემაში რეკლამის დროს დაგვევედით.